ძირფასო ტელემოყურებლებო, ხოლმე მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი გია ჭანტურია. გია, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩემთან გადაცემაში სტუმრად. გია ჭანტურია გახლავთ ჩემი პირველი პედაგოგი იუმორის. ჩემი პირველი მასწავლებელი. დარგში ეს იყო პირველი გიასთან დავიწყე მუშაობა და ეს იყო მულტსერიალი ჩვენი ეზო ესეთი. პირველი 3D შევარდნაძე მაშინ შენ გააკეთე, ხო, ესე იყო. ხო, და მე და გრიგოლია მუშაობდით. როგორ ახალ კორონავირუსს ებრძვი თუ რა შვები, როგორ არის? ო, ავიცი, აი ვებძვი. ჩემებურად ყოველ შემთხვევაში. ეს პანიკა როა რა ქალაქში და ეს რაღაცა აი ხალხი რო ანგრევს მარკეტებს და ეგ რაღაცა ხო, აი არ ვიცი ხა პოლონები რო აქვს იმისი. ხო, ცოტა გაუგებარია, რატო უნდა მე შევესწარი თქვა და ჩემს წინ რაღაცაზე შევედი, რაღაც ერთი ბოთლი შენ წარმოვიდგინე და არსიკოლა ვიყიდე. ჩვენი გამაგრილება. რაცა უნდა უცნაური იყოს დამთხევა. ვიყიდე და გამოდიოდ ჩემ წინ იყო ადამიანები, ძალიან ბევრი იყიდეს რაღაცეები. და ვოთ ნუ მივხვდი რომ თან პირბადებიც ქონდა და მივხვდი რომ კორონავირუსის ის იყო და აი ვოთ რა საჭირო არის ეს ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ჩაკეტვას აპირებენ სახში და იქ მერე რომ დიდხანს ეყოს ჭამა, აი არ ვიცი. ვერ ის მაინც გითხრა რომ რა გეგმა რომ ვიცი. გეგმა რაში მდგომარეობს? თუ პირბადი დადიხარ გარე და ჩამოდი ხოლმე და იყიდე ცოტა და ბევრი წაღება ჩაკეტვას აპირებენ, აი არ ვიცი და თუ ვინმე ესეთი ვიძებნა გაგვიმარტოს რაში მდგომარეობს ეს ბევრი მაკარონი სყიდვის არსი რაში მდგომარეობს. აი ბევრი მაკარონი და ბევრი შაქარი. კი და ანუ ხვარია რომ ამდენი ხანი აპირებენ საერთოდ იქ ყოფნას. სახში აი ვერ მივხვდი. ანუ ვირუსი სახში არ შედის, ხო თუ როგორ არის? არ ვიცი, აი ვერ მივხვდი და ამიტომ რა თქმა უნდა წყნარად შვიდად ვიდექი იქში და ველოდებოდი როდის უჟანგბადო ყოფნასაც აპირებენ. ხო, მართლა ვერ გავიგე. მოდი ახლა რამდენიმე თემა ესეთი ცოტა ახლა ვიცი რომ არაჩვეულებრივი იუმორის გზნობა გაქვს ახლა ნუ ეს ჩვენი ურთიერთობიდან და მეგობრობიდან ვიცი და მაყურებლისთვისაც რაღაცა ისე დავიწყოთ რაღაც თემით. ერთი თემა არის უსპათ ესე აქტუალური, რომ პირველი არხის ყოფილი დირექტორი ხარ ახლა და იყიდება თუ ახალ შენობას აშენებს პირველი არხი, რომელიც 80 მილიონი უნდა დაჯდეს. ხო, ესეა. ხა ფაქტია, რომ ასაშენებელი არის ახალი ძველი ძალიან ის იყო. ნუ ჩვენ დროს 19 ჯდებოდა. ეხლა 80 ჯდება, მაგრამ ეხლა 80, ხო? ეხლა 80 ჯდება, ჩვენ დროს 19 ჯდებოდა. 19 ჯდებოდა ჩვენ დროს. ეხლა 80 ჯდება. მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ის შენობა ეხლა უკვე ვერ უძებს. მაშინ ეს იყო არგუმენტი, რატო გინდათ აშენება, იმიტომ რომ მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, იმიტომ რომ მცოცავი ქანები და რაღაც ნახევარი დაწეული იყო და რაღაც, მაგრამ ვერ ბედავდით აშენებას, იმიტომ რომ ოპოზიცია მოვარდებოდა და რაღაცა სადბის ხალხის ფულიო იტყოდა და ეხლა უკვე აღარ არის პრობლემა და შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ერთი აი დაახლოებით რო იცოდე, რომ ახალ დანიშნული რო ვიყავი, ერთ-ერთი პრობლემა იყო ის, რომ ნახე ხარჯები გადავხედე და რაღაც ბიუჯეტის ჩაუჯექით, ნუ რაღაც 300.000 იყო წყლის გადასახადი, ნუ გამიკვირა რაღაცა დაუძახე, ნუ ხე ამდე ხო ნუ აი რაღაცა კი თანხა იყო ზუსტად შევა 290 და რაღაც, ნუ აი 300.000 რა დაახლოებით. ნუ ხე რატო ხდება ეგ და ეს ყოველთვიურად იხდიდნენ. ყოველთვიურად არა, წლიური გადასახადი იყო ამის, მაგრამ ამ მნიშვნელობა არანორმალური თანხა, იმიტომ ახლა წყლის ჩამოსხვის ბიზნესი რო დავიწყოთ მე და შენ. გადასახდელი მაგდენი არ გვიქნება წყალში. რასაც იქ ვიხდით, მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადავიხდით მაგდენს და ვიკითხე რომ მე ვთხარი ეს რატო იხარჯება ამდენი და ესო მიწისქვეშა კომუნიკაციების არის პრობლემაო და ამ სკედრები არისო იქ ღრმა ისინი არისო და ეს გადისო მიწაშიო ეს წყალიო და ეგ არის პრობლემა. გავაკეთოთ მე ვთხარი მე რას ამბობთ? იცით რა დაждდება? რამდენი? 70.000 უნდა მოგიგე. 70.000 ტენდერი უნდა გამო. 300.000 იხდიდით? ხო, 70.000 უნდა მაგის გაკეთებას. ნუ მე გავაკეთეთ ასე. მაგრამ მაინტერესებს აი პირველი დღე, სამუშაო დღე პირველ არხზე
პირველ რიგში დირექტორიო გახდი. პირველი სამუშაო დღე როგორი იყო? ხო, აი რამდენად ესეთი პირველი დღე იყო, რაც ახლა მე ვუყე. ნუ პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ ახლა რა თქმა უნდა, აქ რასაც ყვევით, ყველაფერი მაინც უტრირებული არის, თუმცა ყველაფერი სიმართლე არის, ტყუილს არაფერს არ ვიტყვით ჩვენ აქ, მაგრამ ნუ დივანმა მითხრა, რომ შენთან არიანო, შემოვიდა რაღაცა კაცი შემოვიდა, თანამშრომელი, ძველი, უნდა საზოგადოებრივ მაუწყებლის კი არა, საქმეთელერადიო კომიტეტის თანამშრომელი, აი ძველი რო საქმეთელერადიო კომიტეტი რო იყო ისე და სამუშაო რო კითხავ, ეხლას რო ეკითხებიო, საქმეთელერადიო კომიტეტში მუშაობ, ეგეთი მოვიდა. დან მიხარიაო, ახალგაზრდა დირექტორიო, შენ შემოგულო, შემი თავიო, გენაცვალეო, აი კაცი ხარ, უბრალოდ მინდა გვერდში კი დაგიდგეო რა. აი გვერდში დაგიდგეო, აი ამ იმაშიო და ეთი იცოდეო რა, ნუ შეიძლება ხო რაღაც ცოტა ისე სიტყვების აი აგერო ფურცელიო და ჩამოგიზერო და სახელები გვარები ჩამოწერა და აი ესენი რო იცოდეო ყველანი არიან პროჯებიო. აა შემცხვა შევიშუშნე რაღაც მორიდებით მეუთხაება მადლობაც ცოტა უხერხო სათქმელია ხო რაღაც ინფორმაცია კავაროში თუ რამე ამა ესენიო ყველანი ესენიო მეუთხარი გავიდა რა თქმა უნდა ხეს სია დავდები იქ ისე გადავხედე მაინც ხო ასე წავიკითხე სახელებმა გავიდა ერთი რაღაც პერიოდი და ასე ვიღაც აკაკუნებს მეუთხარი ამაში მოგზანდით მოვიდა სხვა მოვიდა და იმამ მითხრა შენ გენაცვალეო მითხრა გვეშველა მე მგონიო გვეშველაო და შენი ჭირიმე შენ გენაცვალეო და ოღონდ ერთი რაღაც იცოდეო ესო და ესო აიგენი ყველანი არის პროჯებიო შევადარე იმ სიას აშკარად ხვებიო კაია. შემთხვევაში, ნუ კიდე ერთი ორი მოვიდა ესეთი ანალოგიური სიები, ზოგმა ვერბალურად, ზოგმა დაწერ. ნუ თავარი რა იყო, იცი რომ აი ვინც იმ სიებში იყო, ყველა იყო პროფესიონალი, წესიერი და კეთილი და კარგი ადამიანი. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ აი ვიზეც ამაზე ისინი იყვნენ ყველანი გადასარევები და ხა ვინც ამ სიები დადიოდა ისინი ხა ნუ ნუ ცოტა ისეთი თავიდანვე რაღაცა იმაში მინდა ხო აშკარად გარემოში მოხდი რა ხო თუ გარემოში მოხდი თუმცა შემიძლია ვთქვა რომ არავის არ ეწყინება მით უმეტეს ამ ტელევიზიაში რომ იქ მაინც ერთ-ერთი დედამიწაზე საუკეთესო სტაფი მუშაობს ხო ნუ ტექნიკური და ძალიან მიყვარან ყველანი კი ბატონო ხო გამორჩეული ყავს გამორჩეულები არიან ყველანი თუმცა აი იყო ხოლმე რომ აი თვითონ სისტემა როგორ შვება რომ აი ახალი გადაცემა გავში თუ არ ვთქვი დათო პაიჭაძის გადაცემა არის და რაღაც სტუდია მოვაწყვეთ და რაღაც თოქი უნდა გაკეთდეს და რაღაც პირველად ძალმონდომებულები ვართ და რომ გაეწო ყველაფერი ავედი კაბინეტში ტელევიზორთან დავჯერე ტელევიზორში მინდა ეხა უყურო ეს როგორ ჩანს ეს ყველაფერი სტუდიაში ნუ ეხა ნანახი მაქვს ყველაფერი და დაიწყო გადაცემა და ნუ დავითი ძალიან ჭერმეტყელად დაიწყო გადაცემა და პატარა პაუზა არის და უცებ ხმა არის რაღაც ტელევიზორში ის ის ბარაქიანი არის და ფიქე რაღაც რა ხდება და გავიქეცი ეგრევე რომ ფიქე რაღაც ხმა არის სტუდიაში რაღაც ეგეთი შევედი და აი ზუსტად მაგდოს ბორჯომი მოიხსნა ოპერატორმა და ახმელია ვიბრიდე. აი ეს ტრაგედია ის იყო რა აი ეს ადამიანი აი შემიძლია ნამდვილად თქვა რომ საუკეთესო ოპერატორია ალბათ საქართველოში მართლა საუკეთესო არის მაგრამ ნუ არ იყო რა ეს მოთხოვნა რა არავისი გახსნა რა გაკეთე გამახსენდა ხო შემოეხლე. აი მე ისქეს გავაკეთე. ხო, ეს ახლა სცენარით გათვლილი არის, ხო, რომ გავხსნიდა. იქ ეს არ იყო გათვლილი აშკარად და არა, იცი რა არის, კიდე რამდენიმე პროექტი ქონათ ახლა ისეთი საინტერესო, ახლა მაგალითად ერთ-ერთი იყო ევროვიზია, რომელიც ნაყიდი აქვს სულ, ახლა პირველი არხს უშვებს იმ ნაყიდი რა. ეკუთვნის საზოგადოებრივ მაუწყებელმა. შენ დროსაც ალბათ აქტიურად იყავი ჩართული, ხო, მაგ პროცესებში. ბახმელი. მიხდი. ქართული ვიყავი რა თქმა უნდა, ჩვენ ხა ორჯერ ბავშვებში გავიმარჯვეთ და სხვა შემყოფაში მეცხრე ადგილებზე გავდიოდით ყოველ შემთხვევაში ხოლმე, რაღაც იყო ესეთი წარმატებები, თუმცა ნუ ახლა დასამალი არ არის და ახლა ასე თავი მოვიტყუოთ, ერთი არის ფაქტი, რომ მაინც პოლიტიკური შოუა რა, ანუ ქვეყნაზე გინდა არ გინდა. ხო, ნუ მოდი ესე ვთქვათ რა, ლიკველი და
არ ვიცი, რუსი თუ ერთნაირად იმღებს, რა თქმა უნდა, ლიტველს ჟიური 12 ქულას უწერს და ვთქვათ, რუსს შეიძლება საერთოდ არ დაუწეროს, ხო? თქვა, არის ეგეთი, რომ თქვა, რაღაც მეზობელი აზერბაიჯანის, სომხეთია, იქ ისრაელია, თქვა, ქვეყნები არის, რომელსაც მაინც პრიორიტეტულად ყველა ესე არის, მოდი ესე ვთქვათ. ხო, ლიტვა სულ 12 გვაძლევდა, ჩვენს რაღაც ცდილობდით, რომ ყოველ შემთხვევაში ჟიურის გადაწყვეტილებით ესე იყო, მაინც სიმპათია არსებობს და ეს პოლიტიკური არის და ამას აღიარებს თვითონ ეს კავშირის და ყველა ამას აღიარებს, მოკეთ. სატელევიზიო თემაზე მე მგონი ამოვწურეთ ახლა, ხო? თუ არ ვწდები ახლა საუბარი. აი ხა რა იცი ტელევიზიებზე მოდი მოვიარეთ ყველა ტელევიზია, ხო? ეხლა მე მოვლილი მაქვს, შენც უკვე ეხლა მოგიწია მოვლა, იმიტომ რომ თავიორზე იყავი. მე რუსთავი ორი მე პირველი არხი მე ეს, ნუ ასე ვთქვა და ნუ ხა მაინც გადაცემის კონტენტიდან გამომდინარე და შინაარსთან გამომდინარე ეს ანეკდოტი გამახსენდა ერთი ძველი ანეკდოტია რომელსაც ჯერ რუსთავი ორზე ვყვებოდი ხოლმე მე პირველაზე ვყვებოდი ხოლმე და ეხლა შევეცდები რომ თავარზე მოვყო ნუ ანეკდოტი ეგეთი ღმერთმა დაიფაროს და ნიუსის კორესპონდენტი დაიბრიდება რა მოკეთ რა ნუ ასე ღმერთმა შოვს ყველა ტელევიზიას და მოკვდა და გაიჩითა უცებ რა გზაგასაყარზე იქითა სამყაროში ხო და ორი კარია ეგეთი, ნუ მინდიერებს ჩაწერია ორივეს, ერთი ჯოჯოხეთი აწერია, მეორე 64 აწერია და ნუ ახლა რა თქმა უნდა 64-ში უნდა რომ შევიდეს, მაგრამ მაინც ჟურნალისტია, ხო იცი, ხა ვერ გაუძლოგობა და მოდი იქ შევიხედავ ერთი რა ხდებაო და შეიხედა იმაში, რა ქვია, ჯოჯოხეთის იმაში, ხო და მითის აი სტუდიაში პენეგონი სადა თქვენი და პროდიუსერი გამოვიდა, ოპერატორი მასალა შეაგორეთ თქვენი და აბა იქიდან სადარი დროზე ხმა დაადე, სტენდაპი დროზე თქვენი მიატყი ინტერვიუ სადა ვა გამოიწია ვა ხარა ის მართლა ჯოჯოხეთიო აიმე დედა ის სადა ხო და ახლა შევიდეს მას სანამ შევალ მოდი შევიხედავ მაგრამ შეიხედა და ზუსტად იგივე ხდება აბა სადა პენეგონი ბოდოს სტენდაპი პროდიუსერი თქვენი დედა კაკიშდა მოტრიალ და რა ისე ერთი და ეს ერთი და იგივე რა განსხვავება რა არის აი ესენი ცხიანამდე სიუჟეტს ყოველთვის ასწრებენ და ესენი ვეღარასოდეს ჯოჯოხეთი ვერასოდეს ყოველდღე ცხიანი იწყება შენ სიუჟეტი არ არის მაგარი ანეკდოტი აი ხო არა ტოპ ანეკდოტებში გავუშვებდი მე პირადად იმიტომ რომ ეხლა თემატური იყო თორე ანეკდოტების მეტი ავიძე იცის ანეკდოტები აი ანეკდოტი გექნება კიდე ერთი ხო ეხლა ეს თემატური იყო თორე ხა არა თემატური ყოველთვის თემატური არის მე ხა უბრალოდ ცოტა ისეთი ანეკდოტი არის რა რომ მე თავისუფლებას ვაძლევ ხო არ ვიცი ხა ხო ქართველებზე, იმერლებზე, მეგრელებზე, რა ვიცი, სომხებზე, აზერბაიჯანელებზე, ყველაზე ვიცით, მაგრამ ნუ ნაკლებად არის ვთქვათ რაღაც გარკვეული ის აფხაზებზე ანეკდოტი მოგისმენია? არა, ხო? პირველად მესმის პირველად. ხო, ახლა მე თავისუფლებას ვაძლევ, იმიტომ რომ ვთქვათ აფხაზური სისხლიც მაქვს, დიდი ბებია მყავდა აფხაზი, მე ჩვეულებრივი ბებია აფხაზური ენის სპეციალისტი იყო და გარკვეული ანუ თავისუფლებას ვაძლევ, ანუ შინაურულად. მე მოყოლის უფლება არ მაქვს. ხო, ნუ არა, შეც მოყვები, მაგრამ შენ შემო ვერ გაგიგონა. ჩემთან გაიგებენ და მოკეთ აფხაზ ბიჭ შეუყვარდება ქართველი გოგო რა. მაგ სიტუაცია ხა აფხაზები სიყვარული ხო იცი ოხერი რამე მან არის კონფლიქტი და ის და უყვარს რა და მამა გაიგებს გიჟგავს რა რომ გადარეულია რომ რამ იქნა ეს და შემარცხინა და მოუკლავ მაგის და აქეთ იქით და მთელი ამბავია და შანსი არ არის მე იმას არ მოვაყვანებ აოჯახში და ნუ საშინელება ხდება და თუ დედა არა ეხა აფხაზი რა მნიშვნელობა აქვს და დედად მაინც ხო იცი შვილო ვიცი და რაღაცა სიყვარული რაცა შემოგევლე და მიდიო რა მამას რომ დაელაპარაკეო რა დედა რაღაც მიყვარს რომ რა ვქნაო მე და რომ ის არის მტე კაიო რა აი იყო შეც კიდე ხა გოგო რო იყოს და ქართულზე ცხოვრდებოდეს რომ კაიო ბავშვებიო მაგრამ ესენიო ბავშვები რომ აფხაზები იქნებიან თან არ არისო ცუდი გოგო თან მაინც ეხა მეგრელი არისო ეხა დიდათო გვაში ისაო და ნუ უკეთ რაღაცა იქნება და ნუ მამასაც ეხა შვილია უყვარს და მოულბა ცოტა გული და კაიო ოღონდ რაღაც პირობები მაქვს ჩემიო და დაუძახებ შულს და ეთქვისო კაი მოიყვანე ცოლად ოღონდ ორი პირობა უნდა შემისრულო და რაო და ეხა ხო იცი ეროვნული ის უნდა გავატაროთო ოჯახშიო და რომ მოიყვანო ცოლად და პირველი ღამე რო გექნებაო
აი ხო ჩემო სიხარულო და ეგეთები არ გინდა. ადექო დაანარცხეო ლოგინზეო და დაანახეო რომ ჩვენ ძლიერი ერი ვართ. ვიღაც ისინი არა ძლიერები ვარ. აი ძალა დაანახეო. კიო მამა რაზელა. ხო მე რო დაანახე ბოდიში გეხوار გეტყიან რაღაც არაო ეგეთებიც არ გინდაო. აი ლოგინსო 1-2-3 წრეო ესე თავაწეულმა გაართხიო ესე. რა რომ სიამაყე დაანახე რომ ამაყები ვარ. ვიღაც ისინი ამაყი ერი რო ვართ ესეც დაანა. აი ეს გამიკეთე კიო მამა როგორც მომაყვანეს რომ რაზე ლაპარაკ. აი ეგ რა პრობლემა არისო და ხო ჩაიარა ყველაფერი მაგეთი კი დილის რაკენიო შვილო. მამა დავანარცხე ლოგინზეო და დავანახეო ძალაო რომ ძლიერი ერი რო ვართ ეგ დავანახეო ლოგინიო და იმწყრაო ეხო მაგრამ აკიაში ვიმჩნიე. ხო. არა რაში ვიმჩნიე. 3 არაო მამა 5 წრე დავარტყიო თავაწეულმა და დავანახეო რომ ამაყი ხალხი ვართო. მერეო შვილო. მერე რა ვქენიო იციო? სავარჯიშიო, ჩავჯექიო და დილამდე ანალიზით ვიყავი დაკავებული. ეგ რატო დავანახე რომ დამოუკიდებლებიც ვარ. აუ რა მაგარი ანეკდოტი. აი, საერთოდ არ უნდა გაბრაზდეს არავინ. არა, გასაბედელი რა არის. თან პოლიტიკური ანეკდოტია, ხო რაღაცა ეგეთი. რაღაც გარკვეულწილად პოლიტიკური არის, მაგრამ ნუ მე მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს ოჯახის რაღაც ბევრი შვილები ეყოლებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგ ოჯახიდან დაიწყებოდა ჩვენი შედეგება. ოპამბავი არის. გია რა არის ისი, როცა პირველი ახის დირექტორი იყავ, მე ვიცი რომ ხშირად გიწევდა ხოლმე აი რაღაცა ტრენინგებზე ჩასვლა სხვა ტელევიზიებს ეხმარებოდი რაღაცა. ხო თუ არა? რაღაცა არა, ეს მანამდეც მეერეც ხოლმე, მე საერთოდ მიყვარს ძალიან ეს. ხო. დავკან სიარული და ასე შეიძლება. ნუ ძალიან ხშირად მიწევდა ხოლმე ახლოს ამეზობლოში სიარული, ხო, ხა პრინციპში. ძირითადად უფრო ხათ სომხეთში, აზერბაიჯანში ძირითადად. ხო. ეგეთი ისტორია იყო, ნუ ერთ-ერთმა ძალიან სახელმწიფოს რა თქმა უნდა არ ვიტყვი, ძალიან მაგარი ადამიანი. გადაწყვიტა რაღაც ივენთი გააკეთოს სატელევიზიო ხო იმისთვის, პრეზიდენტს ასიამოვნოს. ძალიან გავლენიანი ადამიანი. აზერბაიჯანელი. ხო. ძალიან გავლენიანი და მაფერი ნუ მე მთხოვა ეს მეგობარმა რაღაცას ვერ იმაშობენო შენო მაინც ამის აზე ხარ ამ ტელევიზიის იმის და გეხვეწებიო 1-2-3 დღეო იქნებო ჩამოხვიდიო გაგასნოფო და დაეხმარო რაღაცაში და კაი მე ვთხარ რაზე ლაპარაკი ჩავედით მოკლედ და ამაყვეთ ესეო და აი აპარატურა და გალაგებული ხა ოპერატორებს შეშურდებათ რო ვიტყვი აი წავიგე ყველაზე მაგარი ჟურნალი რო გადააფურცლო რაღაც BH ფოტო ვიდეო და აი ყველაზე კარგი რაც რო არის რო ყველაფერი რო არჩიო ეგეთი არის და ნუ მივხვდი ელემენტარულად მაგრამ ერთი პრობლემა არის რომ იმას რა ქვია ლინზას ვერ უკეთებენ კამერას რა არ უკეთება და მე ხე შატვეგიდე და სამი დარაგოება თვითობელო მითხრა რა ყველას დიდ ძვირი ვიყიდეო და მე რა ვიცი ერთმანეთზე მიდის თუ არ მიდის არ წავიდა ერთმა ხო ყველა ძვირიანი იყიდა ნუ მე ვთხარ რაღაც პერეხანი მოდი შევცვალოთ რაღაცა მოკლედ დავაკვალიანი ყველაფერი მაგრამ ეს კაციც ეხა ბევრი ფულიანია ეწვის თვალით მიყურებ ჯერჯერობით რა და მე რაღაც კადრზე აქვს პრობლემა და მე ეს ავხსენი და ბოლოს რაღაც კულმინაცია იმისი რომ თქვი რომ ესე არ გამოვა რაღაცაზე ხარ დეტალებში რო შევიდეთ ყველა იძახის გამოვა, მე ვხე არ გამოვა და დავაეპრავერი შევხე და არ გამოვიდა და პირველად გაიღიმა ამ კაცმა და თქვა პროფესიონალ იმ მომენტიდან ძალიან პატივსაცემი გავხდი იქ ადამიანები და ბოლოს გამომშვიდობები ვიზოს მითხრა რომ ჩემიო ტელეფონი აქო მარტო ჩემ დაცვასო პრეზიდენტსო ალიევს ხო, რა თქმა უნდა, აი სხვა პრეზიდენტი არ არსებობს, არ არსებულა არასოდეს. და არც იარსებებს სავარაუდოდ. ჩვენ რო გინდა ესე ნაირ-ნაირ. ო, ეგრე ხალის გინდა, ხალი გინდა, კაცი ეგრე სად არის, გინდა თუ. აღელი გინდა, თიხა გინდა, მაღალი გინდა, დაბალი გინდა, არ გამო. ხო და აი ჩემი ნომერიო რა მითხრა რა. ჩემი ნომერიო და
Просто кто-то плохо посмотрит, ты просто позвони, и все, без проблем. და შემოხდა მაგ შემთხვევაში. ხო, მე რაღაც ეგ თქვენი მომსახურება რა დაждო, მეოთხე ხوار გაგი ჩამოვედი, იმასავე ღმერთი ვით ვიყავი, სასტუმროში ვიყავი, დაკეტილი იყო სასტუმრო სეზონი არ იყო და 70 კაცი მოსამსახურე პერსონალი მარტო მე მსახურებოდა. მარტო. დილით ეს შვედური მაგიდა მარტო ჩემთვის იყო. მე ვიყავი მარტო. და კიდე ფული უნდა გამოგერთო. ხო, კიდე არა, მე როგორ გეგადებათ ეს, მე მეგობრობა ფული არ აქვს და რაღაც მე პირიქით ხო მე რაღაც გამოსtildeებაც მივიღე და რაღაცა და ნუ ტიპა ჩათვალა რო ეხლა რაღაც ესა. ნუ კაი კაცი ხარ, აზე ვაპარაკ. და წამოვიდი ხა მანქანით მოვდივარ ჩემთვის მოვსიშინებ, თვითონ მანქანა ერთი წუთით გვათხოვიო, წაიყვანეს და რაღაც როგორ ზუგდიდში არის 70 იყო და 120 ჩაატიეს როგორ შეგნით გაძეძგეს. ბენზინი. ავით ორი კანისტრა ჩაგვიდეს კიდე და რაღაც არ ვიცი მოკლედ და წამოვედი ხა მანქანი და ეს გაიშნიკების ამბავი ძალიან პრობლემატური იყო ეხლა შედარებით დალაგდაო, მაგრამ ნუ ჩვეულებრივად გაჩერებდნენ, იმათ მნიშვნელობა არ აქვს და არ გვეთქვა და ფული უნდა მისცე. იმას გადახდილი აქვს, იმათ ის ადგილი აქვს ნაყიდი და იქ ვინც გაქვს მაგის საკუთრება არის იქ ვინც და მოვდივარ და გავაჩერე 5 განან ჩიტის და დვინაცატი მამასაც მასკვიჩი რაღაცა გამოვიდა და გავაჩერე 40 კილომეტრ ნაზადო 40 კილომეტრის უკანო ფერევეშენია სკოლაში გქონდაო სიჩქარის გადაჭარბება აბა აი ხა რა ვქნათო ჩვენაო და უნდა დაჯარიმდეოთ მე ვიქნე პრინციპული ამბავი კი იმიცემ 5-მანაც თუ 10-მანაც თუ რაღაცას მაგრამ რატო და მე ვთხარი არ დამირღევია მე ну тогда придется назад ехать сюда и უნდა შევამოწმოთ 40 კილომეტრით უკანო და ბენზინი კი იმალ კაი მეთქე წამოდი მეთქი და ой გამოეწონა წავიდე ხა თავისებთან რაღაცა იცის ჰა გაიცინეს და მოვიდა და კაიო აზატიმნონკიო მითხრა მე ოთხე ზატიმნონკები მე ოთხე ზავადსკი ზავადსკოია მე აჯი წადი და მიცუბიშის ეკამათე მე ოთხე რა პლიონკა აბა სათხედა პლიონკა ზაღაზო ო ხასიათი და წავიდა კიდე ხა ის აუცე ითათფირებს და მოდის ბედნიერი რა აპტეჩკა არა მაქვს ხა ეს აპტეჩკა რა ვქნა ეხლა ნუ შარზეა და ის კვდებია სიცი დანარჩენი აპტეჩკა რა კაია ამოვიღე ტელეფონი ამოვიღეს ვიზიტკა მე ვხედ თქვენ გაქვთ აპტეჩკა მეთქე რატო მე ვხედ დაგჭირდება 15 წუთში მე ვთხარი ეხლა რეკავ ეს ადგილას ვისთან ეკავს ეხლა ფიქრობენ ალბათ ხო თბილისი არა მე ვხედ თბილისი მე ვხედ ბაკუ კამუ მე ვხედ ნიტოა დრუგუ მე ვხედ ეხლა ჩაიხედა ხო და ეხლა აი საქართველოში ცოტა არარეალურია ეხლა ვინ უნდა იყოს რომ დაურეკო რომ იმათ თქვა საპატრო მან თუნდაც გაიშნიქ სავიზოზე რომ რაღაც ელეთმელეთი დამართო და მაგრამ იქ ეს სხვა სიტუაცია ჩაიხედა ამ ვიზიტკაში და იქ ხო ყველა მიცის რომ ეს არის ვიღაც ძალიან გავლენიანი ადამიანი დაინახე სახელი და გვარი დაინახა სახელი და გვარი და ფერი წაუვიდა და იმათ რომ დაინახეს რომ ამას ფერი წაუვიდა იმათაც ფერი წაუვიდა ჩვენ ის ვიზიტკას ვერ ხედავი მაგრამ ვიზიტკას ვინც ხედავს იმას ხედავი ქართული სიტუაცია არის და მაგა შას თათან წელა არ მინდა რომ ეხლა მითხას რომ ბოდიჩა გაგიშვე მირჩევნია რა ეხლა არ მინდა შეწუხება ეხლა იმ ადამიანს სისულელის გამო ხო რაღაცა ვეთამაშები რა ხო ვეთამაშები რაღაცა და ხმეთხე ნიправильно набрал номер минуточку сейчас მე ვუძებ და აუ და брат друг грузинина და земляк რაღაცა всё аптечку дам сам я свою аптечку дам всё сделал აი მე ოთხე შანსი არ არის რაჩი ნიგუბი და რაღაცა მე ვთხარ კი ბატონო მაგრამ მე ვთხარ მარტო შენ ხო არა ხარ თელი გზა მე ვთხარ სულ ესენი დგანარ მე ვთხარ და მე ყველას ესემა და დავრეკავ მე ვთხარ ნახე მოგე არა შენ შემოგე ეგ პრობლემა არ იქნება აგერო რაციაო მითხრა გადავცემო შემდეგ პუნქტებსო რომ შენო გაგატარო რომ ძმაო რაზეა ლაპარაკიო აბა ის გავარ მე ეხლა აქ აი მე ვთხარი რა ვიცი მე ვთხარი მოვიფიქრებ მე ვთხარი გადავხედე მე რა ვქნა მე ვთხარი აი მას აქ ეს ქართული ასმის დაიწყება რას ველაპარაკები არის ხო კაი კოცო რა хорошо მე ვთხარი რამდენი კილომეტრია მეთქი შემდეგი პოსტი მეთქი შემდეგი პოსტი არის დიდიო развилка არისო там развилка одна идет რაღაცა მითხრა другой идет თბილისი მე ვთხე კაკა იჯო აი ლევი მიდისო იმასო პრავი მიდისო იქაო მე ვთხე ბავშვობიდან ლევი პრავი მერევა მარჯვენა მარცხენა და მე ვთხე გადაეცი რაც ის მეთქი რომ მიმითითონ სად არის ხო პრობლემა მე ვთხე მიმით არა რა პრობლემაა როგორ გეკადება ახლა არა ვარიანტი
კაი მე ხაი მაგრამ რაღაცა უთხე ხარ არ ვიცი ხა მე არ ვიცი მაგრამ გადასემას რაღაცა უთხე აქეთ-იქით თბილისი რაღაცა ანუ მივხვდი რომ ეს ინსტრუქცია მიცემულია რომ იქ უნდა ხა მაჩვენებენ თბილისის საითკენ არის რა ლევიპარა ვიცი მაყურებელს მინდა უთხრა მარჯვენა მარცხენას ვარჩევ მაგრამ მაინც რა ხან მაგ ეს ნომერი რა გინდა ხო წამოვედი მოვდივარ დავინახე ხა ეს რაღაცა შენობა და როგორც კი მე დავინახე შენობა იმ შენობიდანაც ხო დამინახეს მე და ორი ტიპი გამოიქცა და აი ესე გარეთ გამოსვლები რომ მე ახოდი ორივე ესე ორივე ხელი ანუ 4 ხელი თუდა იზახია რა და მე აი ვითომ არ უყურე ვითომ ესე პერიფერიულად უყურე და ასე ვიყურე და თუდას მე შუდა წავედი გახდენ მანქანაში გამომეკიდენ ივადგი გაზი სპორტული მანქანა ყავდა მაშინ ესე რაღაც იმეთი არიან 0.6 არიან 0.3 მატორი მოდიან რაღაცა და დამეწიეთ კანარეიკები გამოჩენთ მე ვთქვი რატომ აჩერებთ არაო არ გაჩერებთო უბრალოდო ჩვენო ვიცითო იმად გითხესო შენო ისახარო ვიღაცო და თბილისი თუდა არის მე რატო არ მითხარ მეთქი პაჩი მოვიყინი პაკაზე პაკა აი მე ვთქვი გადაეცი შემდეგ პოსტზე მე ვთქვი რომ მოდიან იო იციან და ისე ჩამოვიდი თბილისში აი რა ვიცი ყველაზე მაგარი რა იყო რომ აი არ მახსოვს 8 წელიანი დაახლოებით და მახსოვს ზუსტად მაშინ დამხვდა ცოტა ისეთ ნოტაზე დავამთავრე ზუსტად არ ვიცი აი დაემთხვა რომელი წელია ზუსტად ვერ ვიხსენე მაგრამ დაემთხვა რაღაცა ის საბაჟოებზე რომ პატრულები დააკენეს შენ და რომ გამოვედი აი ამ ყველაფრის მერე და ესეთ მაღალი ისეთი გამხდარი ესეთი ქართველი საპატრულო პოლიციის სამშობელი მოვიდა და შემოვედი და შეშთამოდა კეთილი იყოს თქვენი სამშობლოში დაბრუნებაო და მაგარია ანუ ესე იგი ერთი ვიზიტკით ჩამოხვედი ჩვეულებრივ ერთი ვიზიტკით ჩამოვედი რომ გამეგრძელები აუ ძალიან მაგარი იყო ძალიან დიდი მადლობა გია რომ მოხვედი ჩემთან გადაცემაში უბრალოდ არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა ის იმედია კიდევ გვესტუმრები კი ბატონო ცოტა ტელევიზიაში ხელი წაგვიკარიკა ცოტა ანიუტები ბევრი მაქვს მართლა წარმატება პირველად ხო აქაურ ეთერში და მართლა გმირობა რასაც თქვენ აკეთებთ რაც თქვენ გააკეთეთ საოცრებები გააკეთეთ და ბევრ საოცრებას კიდე გააკეთებთ ამაში დარწმუნებული წარმატებები გია ჭანტურია იყო ჩვენი გადაცემის თუ არა მადლობა